იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. მიშიკო, მოვედი, გამიღე. მიშიკო! ვაიმე, რა დაემართ ამ ბიჭს? მიშიკო! ვაიმე, ამ დროს სახლში უნდა იყოს და გაზმა ხო არ გაჟანა თუ რა მოუვიდა, რომელი საათია, სახლში უნდა იყოს. მიშიკო! ვაიმე, გიორგი! მიშიკო ხوار დაგინახავს. მიშიკო? ვაიმე, უკაკუნებ და კარებს არ მიღებს, ამ დროს სახლში უნდა იყოს, წესით ამ დროს სახლშია ხოლმე. აუ, არა, გოგო, არ დამინახავს. მე ხმაკი გავიგე კარების დაკეტვის. მაგრამ შიგნიდან იყო ხო, შიგნიდან ჩაკეტვის? გარეთ არ გასულა? არა, გარეთ არა, რომ მიიხურა, ხო, კარს რაღაცნაირი ხმაკ შენ კარებს და შიგნიდან გადაკეტვის. ანუ სახლშია და კარს არ მიღებს. გაზმა ხო არ გაჟანა, ბიჭო? კაიგო, კარგზე იფიქრე ხა, თავი არაფერი ისეთი არ იქნება. ვაიმე, ეს მომენტი გავკარგო. არაფერი არ იქნება. ტელეფონს დაურეკე? არა. მე დაარეკე, გოგო, იქნება დაარეკე და გიპასუხებ, სადაა რა არის, გეტყვის ყველაფერს, არის ნერვიული. მაგდათ არ გაგიგონია გასვლის ხმა? არა, გასვლის ხმა არა, მე მგონი ანუ ხო კარის მოკეტვის ხმა იყო და შიგნიდან გადაკეტვის. მოიცა დაურეკე. დაურეკე? გესმის? ანუ ტელეფონი სახლშია. კი, შიგნიდან არის, ხმა შიგნიდან არის. ხო და რატო არ მპასუხობს? ვაიმე, რატო არ მპასუხობს? აი, არის ნერვიული. შეიძლება აბაზანაშია და უი, მაცადე მე გამოვიყვან, მაგრამ ეხლა გაჩერდი. მიდი დამეხმარე გიორგი რა. მოდი ამჭიქით, მე მინდა, ჩვენი საძმა კაცო მინდა დავლოცო, აბა, საძმოს გაუმარჯვა სამეგობროს. გაუმარჯვა საძმა კაცო. დარეკე სამაშველოში მე მგონი მართლა ცუდად. ვაიმე, რა გავქნა? გაზმა გაჟონა ეწყო და ვაიმე, მიშიკო. გამარჯობა, ის მინდა რა ქვია. კარები რო შეამტრიონ რა, სამაშველო მჭირდება, ძალიან სწრაფად მოვიდეს ჩემი ქმარი არის სახლში დარჩენილი და მე მგონი გაზმა გაჟონა, იმიტომ რომ არ მიღებს, ტელეფონი შიგნით აქვს. ვაიმე, გელოდებით რა. კაი, არის ნერვიული, კაი. რა უნდა მოსწავლო და ვაიმე ეს მეჭამე რა. გაკრანჩი გაკრანჩი. მალე მოვა? მალე მოდიან ხოლმე? ხო, სამაშველო ეგრევე, კი, ძალიან მალე მოვა. ვაიმე, ჩემი კეთილი ბიჭი, ჩემი უღალატო, ჩემი ერთგული, მიშიკო. კაი, არის ნერვიული, მართლა არის ნერვიული, კარგად იქნება ყველაფერი. ან აბაზანაშია, ან რა ვიცი, რა არ ესმის, გაზი და ის გამორეცხა ხა. კარგად იქნება. მე მგონი აპარებდა გაზი ცოტას და მაგის ბრალი ხო არ არის, გაიგო. ვაიმე, რა. შეიძლება არ არის სახში და ტელეფონი დატოვა. კაი, არის ნერვიული, ყველაფერი კარგად იქნება. სად არის ამდენი ხანია? აი, გამარჯობა, მე დაგირეკე. თქვენ ხო? ჩაკეტილია, გეხვეწები იქნება გავაღოთ რა, ჩემი ქმარია შიგნით. კარგით, ქალბატონო. ძალიან ნერვიულობ. თქვენ არის ნერვიულობ? მე ამის გაღებას ვწვდი თუ არაფერი სამაშველო, ბიჭები ამოვლენ და შევამტროთ. არის ნერვიულობ არაფერი. მიდით რა. ხო კარგად იქნება ყველაფერი. კი, კარგად იქნება ხა, მიშიკო, შენი მიშიკო, ხო იცი რა უნდა მოსწოლა. საკეტი მარტივი ჩანს, შიგნიდან არის ჩაკეტილი. აჰა. დასავით კაცი. არა, ამის გაღებას არაფერი არ უნდა. 2 წუთი და აი, ორდანდით, აი. მიშიკო! ბიჭო! ნორმალური ხარ შენ ბიჭო! რა გირეკავ, რატო არ პასუხობ? გიგაკუნებ კარებს არ მიღებ, რა გჭირდება? ეგ გოგო, რა გაყვირებს ერთი წამი? ვაიმე, მიშიკო, გული გამისკდა, მეგონა რომ მოკუდი და გაიგუდე ბიჭო. არაფერი გოგო, ჩამეძინა ალბათ. რა აქცია გაყვირებს? ვაიმე, ყურადღებით არ უნდა იყო მერე რომანერვიულებაზე. გამისკდა გული, რა გაყვირებს? ვაიმე, კაი რა. ხო, მე შევცვლი ამ კარებს, იმიტომ რომ საკეტი იქნება. მარე. მიშიკო, საბანი მოძრაობს. რა საბანი მოძრაობს? მიშიკო, ვინმეა აქ? თამარა ახლა კარგი რა. აქ ვინმეა? მითხარი, თორე გადავხდი, ახლა და მე თვითონ. რა ვინმეა საბანი მოძრაობს, კაი რა. უიმე, ნინო, შენა ხარ? დედა, ვაიმე, თამარ, მე ვარ, დედა, ჩამძინებია თუ რა. უცხო ხო არის? ყოფილა. რა? მაგრამ აქ რა გინდა, გოგო? ჩემს აწოლ
ზალში რა უნდა ნინოს? გოგო, არა. ნინო აქ რა გინდა ნინო? არაფერი, გოგო, ისა რაფია, ორი თავი ხახვი, ხო არა გაქვს მეთქი, ჩამოვედი და მიშო მისაო, თამარი არ არის სახშიო და ეთყობა აი ამ ლაპარაკში ჩამეძინა, რა ვიცი ახლა. უბრალოდ თორე. ხო, თორე. სადა ვარ? ის რა ნახევრად გახთილი, რატო ხარ? ვაიმე თამუნა არ ვიცი, ეთყობა ამან გამხადა და მომაფარა რო არ გასუდეს ვარ. ამან გაგხადა, ხო? ხო. არ ვიცი, კაცო, რა ვიცი, მეძინა და ეხლა ვინ გამხადა, ვინ მომაფარა, რა ვიცი ეხლა. ვაიმე, როგორ წარმოვიდგენდი, მიშიკორო, შენ ჩემ მეზობელთან მიღალატებდი. კაი, რა მეზობელთან გიღალატებ. ჯერ ერთი წამი, რა სცენებს მიდგავ შენ აქ, რა შემომივარდი და ეს ვინ არის, ის ვინ არის? ეს კაცი ვინ არის, რომ შემოხვედი ამ კაცთან ერთად? ეს გამაგებინია, აბა. ეს კაცი არის მაშველი, რომელიც გამოვიძახე და კარი გააღო და გადაგარჩინა. გიშველა ესე იგი, ხო? გიშველა, კარი გაგიშველა. გულის კარიც ხო არ გაგიღო თუ რა ხდება საერთოდ? რას ბოდიალობ, ბიჭო, შენ, რა გულის კარი გამი? ხო, მე რა ვიცი. ნეტა საერთოდ გაგუდული დამხვედროდი გაზით და ეს სცენა არ მენახა. არაფერს არ გღალატობ, უბრალოდ ჩამოვიდა ადამიანი სადაქვი. მიცი რა არის? მოვისმინე ერთი წუთით. ამასთან როგორ ვღალატობ, შენ უგემოვნო შენ. რა? უგემოვნო შენ. უგემოვნო რატო ვარ? ხო, ამასთან ისთან გინდა რომ გიღალატო. გინდა მეორესთან ლალისთან გიღალატებ, არა? არა. მესამეზე ვერასთან? არა მე. აბა მე-6 ლიანა მეც არ მომწონს და ვინ დარჩა? მე-7 ნინო და აგერარი. ვაიმე, მიშიკო, ეხა არ ვიცი რას გიზამ. გოგო, შენ არ გწხვენია ამ ხელა ქალს? არ გწხვენია? რა გინდა, გოგო, რამდენჯერ შემოვხსუხარ შენ სახში, ჩემთან მე რო სახში არ ყოფილ ვარ და გითხოვია, ჩემი ქრისთვის ორი თავი ხახვი ხო არ ხო, გაქვს. შენი ქრისთვის მithხოვია ორი თავი ხახვი, დასაწოლად კი არ ავსულვა. კარგი, ეხლა ნუ დავწვრილ მანდებით ძალიან გთხოვ რა. ერთი წამი. მანდებითო, გესმის შენ? რო შემოვარდი აქ, ოღონდ თამარ ხა რაღაცას მიაქცია ყურადღება. აი რო შემოხვედი ოჯახში, ესეთი სისუფთავე რო დაგხვდა, მტვერები გადაწმენდილი. გააღე, მოდი, აი, შეხედე, როგორ აწყვია სიმაღლის დამიხვედი ყველაფერი და კიდე ეს ყველაფერი დალაგებული რო დახვდა. ვინ გააკეთა ადამიანმა, შეხედე, ხელებზე უყურე ხელები, დამუშევარი ხელები, ხო უნდა დააფასო ადამიანს. რაღაცა ხო უნდა კარგი ხო უნდა დაინახო თამარ. ვაიმე, მიშიკო, როგორ არ გწხვენია? რა უტიფარი ხარ? ამ კაცის მაინც შეგწხვ. და რა გავაკეთე სასიცხილო რო შემწხვეს? რა გავაკეთე? ჩემოძმავ ძალიან დიდი მადლობა რო დაეხმარეთ, ჩემი უყლეს და კაი კაც ხარ, აი ბავშვი რო შემეძინება, აუცილებლად მოგანათლინე. ბავშვი რო შეგვეძინება, ანუ ვის? ჩვენ თუ თქვენ? საერთოდ არ არის სასაცილო ეხლა არ მეცინება. არც მე. მე საერთოდ არ მეცდება. ეს მოკლე არ ვიცი ეს კი გავაკეთე ხალბატონო, მაგრამ შეიძლება კიდე ჩაიკეტოს და ხო არ გამოუცვალო ეს საკეტი. საკეტი? ხო, პარემ. იცით როგორ ვქნათ მაშინ? საკეტი რო გამომიცვალოთ და ქმარიც რო შენ გამომიცვალოთ. ახლა თამარ უცხო მაგრამ კაცთან ეგ როგორ გაწუქ? როგორ? თამარ ერთი წამი ახლა. შენ ცოლი ყავს? ცოლი არა? არა? არა. ხო და ესე მარტივად, ეხლა წავიდეთ თამარ მაჩის ერთი ბიუროში. წამი. რა მაჩის ერთი წამი? მოდი საკეტი არის გამოსასწორი ჩემო. წამოდი. ე რა. სხვათა შორის ჩვენ მე მგონი ხახვზე გავჩერდით, ხო? ხო ჭარხალიც მაქვს სახში და ცხელი ბორცე რასი? ელბორცე თუხ ცილებლად არტისტები მოსულები არიან? დიახ, გიორგი მოსულია უჩავა. დიახ, გახლავთ. კი ბატონო. კარგი. ქალბატონ დირექტორო ბატონ რობერტს უთხარით ალბათ ხომ სამსახურდა რო უშვებთ. ჯერ არ მithქვამს, მაგრამ ზუსტად იმიტომ შევიკრიბეთ აქ, რომ ეს ყველაფერი ვუთხრათ. იმედია სწორად მიიღებს რასაც. არა, ჩვენთან ერთად უხერხული ხო არ იქნება ახლა სამსახურიდან ძალიან გაქროს. გთხოვ ერთი წუთით მიშიკო, რა არის უხერხული? ადამიანი როცა ვერ ხვდება, რომ უკვე იმ ასაკში აღარ არის, რომ თეატრში იმოღვაწეოს, უნდა ვუთხრათ და წავიდეს. და სცენა უკვე ახალგაზრდებს უნდა. არა, მე მაინც ვგონებ, რომ ბატონი რობერტი ძალიან შეერცხება ჩვენს წინაშე. სწორად გონებთ. მოდი მაგას მე გადავწყვეთ, კარგი? კარგი. ვღელავ, ვშფოთავ. დაწნარდი. გადეკ! მიხმეთ ქალბატონ რეჟისორ, ჩემო, უსათუთესო, უსაყვარლესო და სულზე უტკბესო, დონ კიხოთ რეპეტიციობდი და ცოტა შემაგვიან. და რას ვამბობდი? დიახ, დაბძანდით თუ შეიძლება. ბატონო რობერტ,
დიახ, ჩვენ გეძახდით და შევიკრიბეთ დასი, რათა თქვენთვის ახალი ამბავი მემცნო. თუ მთავარი როლია ახალი. ბატონო რობერტ. ძალიან მიჭირს ამის თქმა. ბრძანეთ მთავარი როლის შემთვის ყოველთვის გამოწვევა იყო. თუმცა დიდი ღვაწლი გაქვთ თეატრის წინაშე. აუცილებლად ვიტყვი ამას. კი ბატონო ბრძანეთ. მაგრამ დროა უკვე რომ დაისვენოთ და სცენა ახალ თაობას დაუთმოთ. ნუ მოკლედ პენსიაზე გასვლის დროა. მე მეუბნებით ამას? დიახ, ხალბატონო რეჟისორ, ანუ მე მეუბნებით რომ თეატრიდან წავიდე? დიახ, ბატონო რობერტ, უკვე ასაკი გაქვთ ისეთი რომ ახალი თაობაა საჭირო თეატრში მხარეს. ანუ თქვენ რას მეუბნებით რომ მე სცენაზე ვეღარ გამოვედა? ესენი აღარ? ასე გამოდის. ამას როგორ მიკეთებთ მე? ხალბატონო რეჟისორო, ეს თეატრი საერთოდ არ არსებობდა, მე რო ვიყავი ხალბატონო რეჟისორო, ჯერ მე ვიყავი და მე თეატრი შემოაშენეს. მე მოხვედი თქვენს უყველა. არ გამოვა. ფიზიკურად არ გამოვა. პუბლიკა ამას არ გაპატიებს, ხალბატონო რეჟისორო. ბატონო რობერტ, ზუსტად აი ამ პუბლიკამ, აი ამ საზოგადოებამ გადაწყვიტა ეს ყველაფერი. კი ბატონო, ამიტომაც მიწევს თქვენი გაშვება. თქვენ ამათ საზოგადოებას ეძახით? დიახ, რა თქმა ანუ უნდა. ამათმა გადავიწყვიტეს ჩემი ბედი? დიახ. ეს არის საზოგადოება? დიახ. ფუი თქვენ. კარგით. კარგით ბატონო რობერტ. რატომ დადუმებულ ხართ, ჰა? შეწყვიტეთ. შეწყვიტეთ ამას წინათ ჩვენ მსახიობ ქალებს მოყვლას უპირებდით და თამწიროდით. ჯერ უნდა დაგხოცოთ და მერე უნდა ვიქორწინოთო. მაგრამ ეს ხო ასეთი პიესაშია, ხალბატონო რეჟისორო, პიესაშია ეს. კარგი, აზვიადებთ. ახლა ყველაფერს აზვიადებთ. დაწყნარდით, დამშვიდით და მოდი გავიდეთ პენსიაზე რა, ძალიან გთხოვთ რა. კარგით რა, ბატონო რობერტ, აღარ გვინდა ეს გაგროტესკება. აღარ გვინდა უხსნაურა. და თქვენ ჩემზე ამბობთ რომ მე ვარ გროტესკი? მე ვარ გროტესკებ? კი, თქვენ. გროტესკი, ჩქარა. მე ვიშვებთ ამ ბიგინდარებს ტოვებთ? მე ვიშვებ სამსახურიდან ამ როგორ გითხრათ? თეატრის მამას, ფუძემდებელს, თეატრის მტვერს, ფარდებს და ჟალუზებს მე ვიშვებ სამსახურიდან. დიახ, ზუსტადაც რომ თქვენ გიშვებთ, იმიტომ რომ აღარ არის საჭირო ეს ბრეხტი, ეს აღარ. ბატონო რობერტ, თქვენ რას ამბობთ რომ ეს აღარ არის საჭირო? აღარ, ზუსტად. ვინ ივლის? მაყურებელი არ არის ეს თუ არ შეხვდა. ამან სანამ ბლანჟი არ მოუშვა, ბლანჟიანი ვერ ითამაშა. ამან რო ეღიმება ჩუმჩუმად ამ დამპალს, სანამ არ გასუქდა, სუქანი ვერ ითამაშა. ეს სანამ არ გათხოვდა. გაჩუმდით ბატონო რობერტ. ფეხს მერით ეხლა ხო ჩუმად? ჩუმად მაშინ ყოფილიყავი დიახო. ბატონო რობერტ, კედლები დაიბზარა უკვე თქვენი ბღავილით. ძალიან გთხოვთ. სხვათა შორის სამსახურიდან რის გამომიშვებთ? ექიმთან ვიყავი მისული. დაჯექით. უბრალოდ დასხედით. ექიმთან ვიყავი. რა გითხრათ ექიმმა? ეხოსკოპია მითხრა რომ ორივე ფილტრში სენის მწერი გაქვს. მე მგონი ვერ გადავჩები. მე მგონი რომ აზვიადებს ახლა, ხო? რა თქმა უნდა. არა, შეიძლება აზვიოთ, უბრალოდ ცალში ცალი მართლა სავსე მაქვს ხა. კაბინეტ რეჟისორი, ძალიან თუთ კარგად დაფიქრდეთ. კარგად დაფიქრდეთ და გადაწყვეტილება ისე მიიღოთ. ანუ მე რომ ვიშვებთ, ჩემს გარდა ვინ იტყვის? სანდიმნოები ჩაკეტილია. თეატრალები რამის არის ქუჩაში დააწყდნენ და თქვენ ჟუჟუნა. აი მას ვინ იტყვის? ძალიან მაინტერესებს ესენი არიან მაგის მკვლელები? ნებისმიერი ჩემი არტისტი. რომელი ათამაშეთ? კი ბატონო, მიდი. გიორგი. ერთი წუთი? გიორგი? სამდინოები დაკეტილია, თეატრალები ლამის არიან ქუჩაში დასხდნენ. ბრავო. ბრავო. სრული სისულელე. არა, ბატონო რობერტ, ეხლა ყველა ბუნებრივად თამაშობს.
ასე ხდება, როგორც ცხოვრებაში ხდება, ასე. აღარ უნდა ეს ამხელა უტრირება. ესე იგი რა გამოდის ქალბატონ რეჟისორი რომ მე ცხოვრებაში ესეთი ვარ და რა გამოდის მე სწორად თამაშობ ხო უბრალოდ მე არტისტი ვარ და ყველაფერი გამოდის სწორად ცხოვრებაშიც თუ ესე თამაშობთ, ესე იგი თქვენი ადგილი დიდ სცენაზეა, ბატონო რობერტ. რა თქმა უნდა. ანუ ფსიქიატრიულში. დიახ, გეთახმებით. რას მეუნებით ქალბატონ რეჟისორი რომ მე ამხელა დამსახურების ადამიანს მიშვებთ და ეს ვიგინგარები უნდა იყონდეს ახალგაზრდათაობა? ახლა არ თქვათ რომ ეს ყველაფერი ვინმეს გაჩალიჩებულია. თუი მე მიფურთხებია თქვენი YouTube-ისთვის. გაჩალიჩებულია, სწორედაც რომ გაჩალიჩებულია და მე მიკეთებ ამას. აი, რატო ვინმეს თქვენი ხელფასი უნდათ? დიახაც! ეს ყველაფერი გაჩალიჩებულია. გადაწყვეტილი ანა ჩემი ხელფასი უნდა. ჩემი პრემია, ჩემი 7 ლარნახევარი აგებული. პრემიერიდან. დიახაც, არ მომერიდება. დამპლებო არ შეგერგოთ ჩემი 7 ლარნახევარი. წადით, იყიდეთ. ვილები, შავ ზღვაზე, ხმელთაშუა ზღვაში და ტუბიკურიზე. ბატონო რობერტ, დაწყნადი დამშვიდით. ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ მე თქვენ გაგათავისუფლოთ და პენსიაზე გაგეშვათ. ანუ მიშვებთ. გიშვებთ. კარგად დაფიქრდით. 5-მდე ვითვლი და ერთი მიზეზი მითხარით. რისთვის მიშვებთ? ერთი? მხოლოდ ერთი კი ბატონო მომგზანდით. მომგზანდით ბატონო რობერტ და შეხედეთ. აი, ხედავთ? ხედავთ? სხვადასხვა დროს სპექტაკლზე დასწრებული მაყურებელი სია აქვს. განსაკუთრებით ვინც პირველ რიგში იჯდა, სახელებია ჩამოთვლილი. ყველას კრამვა აქვს მიღებული ბატონო რობერტ. ზოგს ფსიქიკური, ზოგს აშლილობა აქვს, ზოგს მკურნალობენ. რა ვიცი, ზოგს ყურის ბარაბანი აქვს გახეთქვილი თქვენი ღრიანით და ეხლა მე მთხოვენ სადაზღვეოს ფულს. ანუ რა გაეწყობა? უნდა წავიდე. უნდა დავიხურო ქუდი და წავიდე. და როგორ მაგდებთ მე ასე უსისხლოდ? ადამიანო, მე ხომ უძველესი წევრი ვარ. ამ თეატრის უძველესი წევრი. მე ვიყავი პატარა მარცვალი რომელიც ჩავარ და ამოვედი, გავიზარდე, გავიტოტე და შემდეგ შემოშენდით თქვენ. შემდეგ იყო ეს განათები. ეს განათება. შოთიკო კოსტა. ბატონო რობერტ. მარიამის მერე იყო. ბატონო რობერტ, დაბედით. თეატრს ახალი სისხლი ჭირდება. გადაწყვეტილება მიღებულია ვერ შეცვლით. დასიც თანახმა არ რა თქმა უნდა, დიახ. ანუ მე დავბერდი, რატო ვერ ვამბობდი? ჟუჟუნა, რატო შემეთ ვიყვირო და ბატონო რობერტ, ძალიან გთხოვთ, როცა დაგჭირდებით ეპიზოდურ როლებზე გამოგიძახებთ. მე მეუნებით მაგას ეპიზოდი. კაც მაკბეტი მაგ ნათამაშები. მეფე ლირი ყველასგან მიტოვებული. და ეპიზოდურებზე მეძახით? დიახ. ეპიზოდურებზე რა მე გლობოს კურიერი კი არ ვარ. ან თუნდაც ვოლტის მნიშვნელობა არა. ედავს კაბისა და ჩემი ცოდვა. ბატონო რობერტ, ძალიან გთხოვთ რა. საბოლოოდ უნდა დავსვათ წერტილი. ვეღარ გათამაშებთ, იმიტომ რომ ყოველ სპექტაკლზე ბოდიში და პროტეზი გძურებათ. დიახ. იმ დღეს ასდაგზე რომ გაძურა პროტეზი, თრიანად სპექტაკლი თლიფინით ითამაშა. ტირილის ნაცვლად ხალხი კვდებოდა სიცილით. მახსოვს, დიახ. და მე თახმება არვათ ჩემი არტისტებიც. ეხლა ყველაფერს აქ საზღვარი მართლა. ეთყობა, კორეგა იყო ძველი. ანუ თქვენ ამბობთ რომ ჩემი დრო წავიდა. დიახ, წავიდა, აქ ხელი მომიწერეთ. და ასპარეზი ამ ახალგაზრდა ლაჭრაკებს უნდა დაუთმო? დიახ, ასე გამოდის, ახალ თაობას, ახალ სისხლს. მოაწერეთ ხელი. ანუ მიშვებთ. გიშვებთ, მაგრამ ნერვიულობის ფონზე მოდით ზელატოსი გაქრანჩეთ. კრანჩ. მინდა გითხრათ რომ მე თავიდან ბოლომდე კრანჩი ვარ. მაგრამ თქვენი ხათრით გავქრანჩავ. არ ვიცი, კრანჩი მალე რო გავუშვათ. მართლაც რომ კარგი კრანჩი ყოფილა. თამაშის ხასიათზე მოვედი. კარგად დაიმახსოვრეთ. რა არის მსახიობი და რა არის აკადემიური თეატრი. უბედრუკო, წუთი სოფელო. როგორ უბედურ დღეზე ყოფილი ვარ გაჩენილი ნუ თუ აქ. ამ წამს დამთავრდეს ჩემი უდარდელი და ვარდებით მოფენილი ცხოვრება.
არა 50 წელი ინტრის კორიანტესში გავატარე, სადაც უამრავი დაბრკოლება მქონდა, რადგან ადამიანებს გაუმწარე ცხოვრება ვინც წინ გადანეღობა. ვაი! რამდენ ადამიანს მოუტეხე ფეხი როლის გულისთვის. რამდენი ადამიანი საწამლავით მოვწავლე, რომ სპექტაკლიდან ამოეღო და მე ჩავესვი. რამდენ ჩინოვნიკის ლაქუსი და უკანასში შეძრომა მომიწია და შიგნიდან მოფერება. რომ თავარი როლი მე მქონოდა. რამდენი მსახიობი ჩამიშვია ცეკას მდივნებთან, რომ მხოლოდ მე მეკაშკაშა თეატრში და მე ამ ხელადონის წითელი ინტელიგენციის ნაბოზ წევს მეუნები თეატრიდან წადითო? თქვენ უსინისოებო ვერ აღიხსენით მე თეატრიდან არცა ბატონო რობერტ უკვე გადაწყვეტილება მიღებულია უნდა წახვიდეთ ხელის მოვაწერეთ კი ხო? უნდა წავიდე? დიახ წავიდე ჩქარა წავიდე თორე წავიდე ჩქარა თორე არ წავიდე თქვენ უსინისოებო აქედან ფეხს არ მოვიცვლი რა გაეწყობა ყველაფერი დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება რადგან რობერტის გარეშე დღეს თეატრი დარჩა მას ამჯობინეს დიდ და ლამაზ ჯინსება გამოცდილ არტისტს უსამართლოდ უთხრიან საფლავს რადგან ძლიერი დაიმონა კოჭრმა დროებამ რადგან ჩემს დაცვად უნიჭობას ადგამენ დაფნას თეატრის მტვერში შემილახეს უმარგოება ათაში ასე დაღლილი ქვეყნად გაქცევას ვარჩევ მაგრამ არ მინდა დირექტორი ცოცხალი დამრჩეს ილოცე ვაი გამიშვი ალიკა ოჩმაგო რასაკეთე? რას ვაკეთებ ბიჭო და ჩემი მილიარდები როგორ გადავიყვანო კრიპტოში მაგას ვფიქრობ ახლა რას გავაკეთებ ბიჭო თივას წრის სიგარეტებისთვის ახალი არის რამე ო და დაჭერი მე რა თუნდა ეს კრიპტოი და ისა რა ისა რა ისა რა რაში მოგეხმარო აბა ხო აი არაფერი არა რა უჭირი მე ბიჭო რა მაინტერესებს ისი ამ სიგარეტის პაჭკებზე თვითონ გარედან არაფერი არ უნდა დავაწეროთ ბიჭო რა უნდა დავაწეროთ ფალსიფიცირებული ისედაც არის და ისა რა ქვია ისედაც კანონს ვარღვევთ და რაღაც ჯანდაცვის სამინისტროს ის გავითვალისწინოს რეკომენდაცია ისა ის კი არა ვარ რა ქვია იმასა ისა რა ისა რა ბიჭერი ალო ჰო მურმანი ჰო გენაცვალე ჰო კი ბიჭო კი ეხლა ის რა ქვია 20 ბლოკი night blue მზადა მაქვს უკვე ძალიან კაი წინა კვირას მოვათიბინე კოინდარი და სული მით შევფუთე 160 ბლოკი Marlboro Craft-ით Forest Mix-ით ეგეც მზად არის ის გასასტკლეცები რო არის რა ქვია კენტის switch-ის 40 ბლოკი ეხლა მზადდება ხო ამზადებენ ბიჭები რაზია ლაპარაკი და ის რა ქვია ის გასატკაცუნებელი ის კნოპკებს ველოდებოდით და მაგიტო დაგვიანდა ხო არა რა საბობ ესა ძალიან კაი პარტია არის წინა ცოტა ამყრალებული იყო ეხლა მრავალ ძარყვა შეყვათ ბიჭებს აკაიგე და მაგან ააყროლა მთელი პარტია იყო კაი მოკლედ გელოდები მურმან გენაცვალე დღისით ქარხანაში და ღამით ჩემთან სახლში რაზი არის ლაპარაკი ხო კარგი კოცნი მიდი
რა ხდება აბა ვინ როგორ არის ხალბატონო რატო ეგ მურმანი? არ არის ეგა შენი საქმე დღეს სამშაბათი არის შაბათი კვირა ჩემთან გადი იქით რა ხდება აბა ჩემ სიგარეტების წარმოებაში რა აბა რა ხდება და ეხა ამ სიგარეტებზე რომ აქციზი ძვირდება მაგაზე რა გვეშველება თქო მაგაზე მოდი რა შენი ჭირიმე რა ეგა იკითხო სიგარეტების წარმოებელმა თორე მე TV-ს პრესა ისევ ხუთლარად ვყიდულობ ეხლა მე რა ვიცი ო რა შვები ბიჭო რა შვები წვრილად დაჭერი ეგ თივა რომ დაემსგავსოს თუთუსა თორე ეს მწველები ეგრევე ხვდებიან თივა თუთუნი წვრილად აბი დაჭერი ხალბატონო ეს თივა ისედაც უშვებს რომ არ ამგონია ხა მწველებს ეგ გამოაპაროთ თქვენ რომ ესა თუთუნი არ არის რა ო მიდი იმუშავეთ გააკეთეთ ყველაფერი ხო და მარტივად რო არ მიხვდნენ იმიტომაც ურევ მარაკუიას ესენციასა გენაცვალე რომ მწველებს ეგონოთ რომ ეწევიან სობრანიე ტროპიკანესა და არა ზურიას თივის პრეს გასაგებია რა რას რატო ურე? გასაგებია. ისა სალამი ყველასა. ქალბატონო ნატო მოვიდა ეხლა კასპიდან მიხა. მოვიტანე რაღაცა ლეიბებიო ქალბატონო ნატოს უნდა გადავწევდე. რა ჯანდებად გვინდა მაგის ნახმარი ლეიბები. გავუშვა ჯანდებაში გავაბრუნო უკანა. ვერ არის ქალო ესა რა უნდა გააბრუნო შეცატვინა შენა იმ სიგარეტის ფილტრებს მარისთვის ვაკეთებ ესა ვინ არის მარკეტინგია თუ ვინ არის აზერ ვარ ხო კაი მორჩა ჩავინიშნე და კიდე ერთი ზაურამ მოიტანა თავისი ნაკვეთის თივაი რა ვქნა ჩავუშვა დაფასოებაში მარა უნდა ქნა ქალო მარა უნდა ქნა უღოთ მაგას კაი ნაკელიანი მიწა აქვს ეხლა და მაგისი თივა ეგრევე ზურიან სიგარეტებში უნდა გაუშვათ ხო კიდე ერთი რა ქალბატონო ნატო ჩვენ რო ვაკეთებდით ხო იცი სიგარეტების დეგუსტაციას ხალხზე თვითონ იმ ფოკუს ჯგუფზე ხო იცი ხო ამოწყდა ყველა სული დალია ყველამა და რა ვქნათ გავაგრძელოთ სხვა ხალხზე დეგუსტაციის ჩატარება რას ამბობ კაცო ზაურიც მოკვდა მარ მოკვდა რა ვიცი ქალო კაცი პირითი ზილის პაკრიშკასა ხეთქავდა ისეთი ფილტვები ქონდა და რა მოკლა ეგ ჩემისა ეგა მე რა ვიცი ხო ეხლა მწარმოებას ხوار შევაჩერებთ ბიჭებო ეხლა უნდა გავაგზავნოთ მაგრამ როგორ უნდა ვქნათ ეხლა ამ ხელა კომპანია ვარ ჩპსთ-ისა და დარეგისტრირებული და ხო მე რა ვიცი ეხლა ცოტათი ვნერვიულებ გენოციდში არ დაგუადა და შეაულონ თქო რა მაგ მხრივ თორე სხვა არ არის პრობლემა არანაირად კარგი კაი გავუშვა მიხედე საქმე კარგი ჩემი სიტყვა ხო არის კანონი რასაც უფროსი გეტყვის ხო და მიხედე შენა საქმე მოკლედ ეხლა ბიჭებო კარგად დაიმახსოვრეთ რა ეხლა ჩვენი სიგარეტის შემადგენლობაი აქ მიწერია და წავიკითხავ და ჩაიწერეთ ან რა ვიცი ვინ გამორეცხილები რო ხართ დაიმახსოვრეთ დავიმახსოვრეთ ხალბატონო ხო კუპრი 20% ნიკოტინი 300 ცეცხლი 30 და ნავთი 20% და ცოლი რო ეტყვის ქმარსა შენ მოწიე ცეცხლი და ნავთიო ესე იგი ის ქმარი ჩვენ სიგარეტს ეწევა ო მიხვდით ხო რაზეც არის ლაპარაკი მიდი მწრილად ბიჭო წრილად დაჭერი ამასა მეორეთა გადაული მე ხალბატონო ნატო რა მაინტერესებს ეხლა აი ის რო არ პაჭკაზე რო აწერია თავის დანებების მიზნეთო დარეკეთ ნომერზეო ჩვენ რა ნომერი მიუთითოთ მადა რა ვიცი ბიჭო რამე თურქეთის კლინიკის ნომერი მიუთითი აბა ჩემ ნომერს ხო არ მიუთითი მე რა ვიცი ეხლა ის კი არა ვარ აქვია ხალბატონო ნატო სახელი მოიფიქრეთ თქვენი სიგარეტისთვის და რა შეიძლება რომ დავარქოთ თქვენ სახელი ის არა რო ხო უნდა დავაწეროთ პაჭკაზე ისა მოვიფიქრე პაჭკასა დავაწერ ნატო გორისი რა ვიცი რა ფილიპ მორისი თუ არა ნატო გორისი ვერ იქნება არა შენიერი სახელი არის რა შენ რა შვაგო ხო ახლა მე რას მეკითხები მე ის კი არა ვარ ისაა ქალბატონო ნატო სარეკლამოს ბიჭია მოსული ეხლა აქა ეტიკეტებზე რა ვქნათო რა ეტიკეტებზეო ქალო ანუ რა დავაწეროთო ეტიკეტებზე განძრიე ტვინი რაც მიყურებთ ეტიკეტებზე ისა რა ვიცი დაახატეთ ზოგსა ყანყრატოი ზოგსა ღვიძლი ზოგსა ფიჟვი ყოჩახ იმაზე შემოდი მე რეპრებიაზე ჩემთანა თირკმელი ზოგსა გრიჟა ჭანჭლი რა და რაც არის რის საშუალებაცა მოიცა ხალხო ფილტვები არ ზიანდება მაგ დროს ეგა ქალო ზოგადათა მოწევის დროსა და ჩვენი სიგარეტი ღვიძლსაც კაი ხოშიანად ურტყავს და სხვარგან ორგანოებსაც კიდე ხო მიდი რა ეხლა ნუ
შენ არა საგიჟეთი მაქვს ქალბატონო ნატო ეხლა გამახსენდა ჩვენი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენელია მოსული ზესტაფონიდანა თქვენ როგორ გაბედეთ და იმერეთის ბაზარზე როგორ ჩაუშვით გაყიდვაში თქვენი სიგარეტებიო ვინა ქალო არ შემოუშვა გააგდი აქედან ეხლა მაგისი ნერვი მაქვს მე ვაი მე რო ვუთხარი უკვე აქ არის ქალბატონი თქო შერია ეს აჰა მობძანდით ქალბატონო მობძანდით აი გამარჯობათ თქვენი კი ახლა არ დავიწყებ აქანა მე ბევრი მას რა ქვია მიკიბულ მოკიბულ ლაპარაკს იმიტომ რომ ნერვები მაქვს ისეაც დაგლეჯაზე ჩემ ტერიტორიაზე რანაირად გადმოაბიჯეთ ქალო და რანაირად შემეიტანეთ დასავლეთში კონტრაბანდული სიგარეტი რატო ერევით ჩემ ბიზნესებში ქალო ჰა დაამთავრე არ უნდა იცოდე ვინ არის იმერეთში ბიზნესვუმენი ჰა დაამთავრე ბიზნესვუმენო შენ ეხლა ჩამჭრელი კითხვას დაგისვა მე რითი დაამტკიცებ მაგ შენ ბრალდებასა რომ მაინც და მაინც ჩემი სიგარეტები იყიდება დასავლეთში არ გამცე პასუხს დედას გიტირებ აი ეგრე მიაწექი მაგას შენ არა მიგეკითხე აჩამი კაცო შენ რას გამომაბარებ ქალო მე აქვაბლუ ზესტაფონისი და გორისი ერთია ყველაფერს რო თავი დაანება ჩემი თვალით დევინახე ჩემი ორი თვალით იქადა კაცმა რო გააფუილა ეს სიგარეტი და ბოლი რო გამოუშვა ბოლს ამოყვა ებეო თვითონ ბოლმაქნა ხო და ზესტაფონური სიგარეტი იკადრებდა მაგას აჰა რადგან ეგრიანი საქმე არ ვაპირებ თავის მართლებასა ქალბატონო ვისა რა ქვია შორენა მე შემოვიტანე დასავლეთის ბაზარზე ჩემი სიგარეტები კარგად იცი შენა იმიტომ რომ პრეტენზია მაქვს პირველობაზე და მალე დასავლეთსა კი არა ჩემო ქალბატონო საერთოდ ბაზარს ავითვისებ მთლიანათა იმიტომ რომ მიყვარს პირველობაი ხო მამის მინაშე გოუნათლებელო ქალო ორი წინგი რო არ გაქვს საერთოდ წაკითხული ამ აკოთებული პაპიროსებით აპირებ რომ გამიწიო მე კონკურენცია გოუნათ ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვა შემზე მაგრამ გოუნათლებელო სპარტაკი გაეცი ხმა ოჰო ჩემზე მე ვიტყუები გაგცა თუ არა პასუხი გაგცა თუ არა პასუხი ხო უკვე თავის ათქმელი ო ისა რა ქვია საერთოდაცა ქალო ეხლა შენა ნუატაკებ რა რასაკადრულო ფერტი ჩემი სიგარეტები რო იცოდე მაღალი ხარისხის თივის პრესით ამზადდება რა ყველაზე უმახრესი აბა გახედი ამასა რითი მზადდება მაღალი ხარისხის თივის პრესითა თივითი თივითი ხო კიდე რას უშვები მაშინ პაპიროსებს მაგასა უშვები გამხმარი ხორბლის ძირებსა ხო ამ გამხმარი ხორბლის ძირებსა დაუმატებ ცოტა ქერსა ცოტა სოიოსა სუ ცოტა თუთუნსა გემოსთვისა და გამოდის მერე უკვე ნაღდის სიგარეტი ვერაფერს ვეღარ აგრძნო სულელი არ არის რატო თუთუნს რა უნდა ქალო პაპიროსში რას ქვია ქალო იქ უნდა უქნათ პაპიროს ცოტა კონდარი ცოტა კინძი ცოტა ცერეცო იქნება ცოტა ეკალა ცოტა პრასი ხო და მერე გინდა სიგარეტად მოწევ და გინდა ფლაჭეჭა რა შტერობ ქალო საერთოდ არის ის ამან არც მარკეტინგი და არც ის არა რა ვარ ვიცი შენ მასწავლი მარკეტინგოვას არის იარჩემე და რო შეუბედურო შემატლო შენა მაწსრო ახლა წესიერად ლაბა ყველაფერს თავი დავანებოთ ხო მარტო მრავალფეროვნებით აქ ჯობი ვარ შენა სიგარეტებთან ერთათა შენ იცი რომ აგერ მარტო 20-ნაირი დასახელების ვისკებსა ვასხამ და ვაწარმოებ ჩემი კომპანია რა ვისკებს მაგალითად რა ვისკებსა და გეტყვი ტულამორე დუსა კლან მაკგრეგორსა გლენმორანჟ კუინტა რუბასა თიჩერს კიდე რა იყო ისა ჰაილენდ კრიმსა და რავი ბევრ ალკოჰოლსა მე მეუბნები ქალო მაგას მე ვარ იმერეთის მაგნატი მაგნაირ სასწავლებში რა მნიშვნელობა მე არ მაქვს რავა ვისკები ყველანაირი ვისკი რა ვისკი შენაგა ქისე ყველაფრისი მაქვს ჯეკ დანიელსისი მაქვს რედ ლეიბლისი მაქვს ჯონია ვოლკერისი მაქვს კიდე ჯიმ ბიმისი მაქვს და ჩივას რეგალისი მაქვს კიდე და მაიმუნის შამპუნისიც მაქვს რა მაქვს რა ვიცი ახლა ის კი არა ვარ რა არის ქალო მაიმუნის შამპუნი რაღაცა და რო უთხარი გოუნათლებელი ხარ და ორი წინგი არ გაქვს საკითხული თქო ეწყინა გოუნათლებელი ხარ ქალო აბა რა ორი ღერი ინგლისური არიცი მანქი შალდერცი არ გაგიგია ქალო მე მანქი ხო არის მაიმუნი
შოლდერსი არის შამპუნი. გამევიდა მანქი შოლდერსი, არ იცი არაფერი. მანქი მაიმუნია რამე ინგლისური არის. ახლა მე რა ვისკი არა ვარ. მანქი ისე მეიცადე რა ფრამზადე ფამჩემისტებს მაინც რომ ითხრა. როგორ ვაკეთებდა ისა რა ქვია სპირტი, ცოტა გადადუღებული წყალი მტკვრისა და ცოტა ჩაის ფერი, ხო? აი ასკილს არ უშვები. რა თუნა ქალო ასკილი. ეს ახლა შტერიერ არის, ქალო. ასკილი კაი ფერს აძლევს და თან გულს უხდება ძალიან თვითონ ასკილი. არა, არ ვიცი, არ უშვებით, ჩვენ არ უშვებით. დედა სამევედი ამ დილეტანტურ საწარმოში რას გავს აქაურობა ჯერერთი. თუ დაამთავრე გავიდეთ რა, გეხვეწები კომპანიას უშლი მუშაობაში ხელსა. ვის ბატონო ნატო. რა გინდა ქალო? ახლა მივიღეთ საჭირო ინფორმაცია. თურმე გლდანის ბაზარზე არის შეშვებული გაყიდვაში ზესტაფონის სიგარეტი. შენ ახალბატონო აღმოსავლეთ საქართველოს გადმოწვდი. რას? ეგოგო რანაირად ლაპარაკობს საიშოვე. რას ქვია ქალო, სად მარკეტინგი არის ესა ჩემი? ეს არის მარკეტინგი? ძალიან სერიოზული თანაცა. ხო, მე ვიტანე, მე შემევიტანე ზუსტათაც იმერული სიგარეტები კი მეტროსთან ჩამოვარიგე იქანა. რას ამბობ ქალო, ყველა მის ესე იგი რომ იქა მეტროს ამოსასვლელთანა სიგარეტებს მევყიდი? არალიცენზირებულსა. ხო, მაგრამ მე შემევიტანე ახლა, იმიტომ რომ პირველი შენ გადმოავიჯე მაგ იმას საზღვარს და გადმეიტანე იმერეთში შენი სიგარეტები. ამიტომ გადაგიხადე სამაგიეროი და გადმევიტანე მეცე. შენ არ გაგიგონია ის გამოთქმა ხათხაზე ნაკლებმა ზესტაფონური ვისკი დალიაო? ანუ იგივე მგელმა შეჭამაო? ასე. აგიდომა ზუსტ. ახლა რა? სპარტაკი. სპარტაკი ახლა ეს ისური სიღისი არის რომ აი სულგორის სიგარეტები უნდა გაწევინოს კაცმა. მე რა სულგორის ვისკებზე უნდა გაქეიფო და ბოლოს მთელი სხეული რომ დაგირპება, გამოგიშრება. შენი ფიტულისა დავდგა, მე აი ეს ფიტული დავდგა გივიას ყარაში რომ დაგლიჯონ იმა ყორნებმა. კარგი თუ თხარი სპარტაკი. მან ხელა წინადადება თქვა, მე დევიღალე მოსმენით. შენ ახლა ენა გააჩუმე, ქალო, რომ დაგიღია, ეგ პირი წიფის გვირაბივით. ვაი. სულ არა გიზა მიცი გეცემი მაგანკრატოში. ყანყრატო და ნამოგიღებ ხერხემალს. მე მაგ ხერხემლისგან გავამზადებ მუშტუქს და გავაფუილებ ჩემ პაპიროს. ვაი, შენი კარგი შენი არასწორი. შენ კი არა მე ნერვიულობ, გოგო ხო არ გადავდი. კაი, ბიჭო, კაი, რა განერვიულებს, დაჯექი რა ჩავაბარეთ პატრონს და ეგ იქნება რა, ხო ხტები ხა რა უნდა იყოს. შენ რა ნაირი კაცი ხარ, ბიჭო, დასვათხოვებთ, ვინ არის, რა არის, აზრზე არ ვარ. ხო და მოვა და გავიცნო, ძმაო, ხა რას ქვია, ვინ არის, ვინ უნდა იყოს, არის ხა ჩვენ შევღინაროთ. კაი, გოგო, მომისმინე, აბა ერთი წამით, ბიჭო. ერთი ორი სიტყვით მითხარი ხა რა როჟა რო ვიცოდე ხა ხო იცი უბაში კალაჟენია მე მიყავს და ვინმე ესეთი ტიპი არ მომიყვანო რომ თავი მომჭრას იმენა. აუ რაღაცნაირი. არა, აი როგორია, იცი გასხვავებულია რაღაცნაირი. აი როგორ გითხრა, აი ჯეისონ სტეთემია. ჯეისონ სტეთემი? აი ეგ არის, ხო? მელოტია, გოგო? არა, პინიკი. მოიცა, აბა ბაზარში სექსი ევასება. არა, აი რაღაც აბა დაკუნთულია თუ რა ჯეისონ სტეთემი რა. არა, უფრო იქით რა, აი პირიქით ხო ხდები, აი ვერ აღწერ. კაი, არა უშავს თუ რა ბაზარში გამოგადგებოდა რა სპორტი ზონა წაფარდა რა. აი მოვიდა. ჯეისონ სტეთემი თუ არის მო. ჯოჯი. აი მე ხლა შემოდიშო და გაგიშო ფუკა. კაიცანი, მოკლედ, ესენი არიან ჩემი ძმები, გიორგი და გიორგი. სიამოვნოა, გიორგი და გიორგი, ეს ორი გიორგი რა, ორივეს გიორგი თუ როგორ ანუ. არა ის რა იყო. მამა ჩემს ძალიან მოწონდა სახელი გიორგი რა. ხო და ესე დაარქვა აცხონოს ივისული უფალო. ანუ ორივეს გიორგი. აი მოდი, ხო უთხარი ყველაფერი უკვე ამას შენ თუ როგორ არის ხა. თუ მე უნდა იმას ქნა. დაიწყე ახლა თამიანი აქ. აი არ ნერვი მე ამაზე ჩემო კარგო ვივარჯიშე რეპეტიცია და ყველაფერი. მე თვით ზელატასი. გოგო, მალე მოვა ის შენი შეყვარებული დროზე, არ უნდა გაგვაცხო ველოდებით აქ. გიო, ეს არის ჩემი შეყვარებული, ეს არის ვინ ეს არის? ვინ ეს არის, გოგო, შენი შეყვარებული?
ვინ არის ეს ვაფშე? ანუ ეს არის ჩემი სიყვარული და ჩემი სიცოცხლე, რომელზეც გიждდები. და ამან მასწავლოთ რა არის გრძნობა საერთოდ. გამარჯობა. გამარჯობა ვაფშე რა არსებია დაჯექ ვინ ახარ ბიჭო შეგამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით, გიორგი, მოგესალმებით, ბატონო გიორგი. მე გახლავართ ბომონდი. არ ბომონდი რა ბომონდი ფუფუნავა. ბომონდი მარტო ჟურნალი ვიცი მე მეტი არავე არ გამიგია არა. სხვა ჟურნალი არ გაგიგიათ მარტო ანუ არა კი ბომონდი და ის გამოდიოდა კი ადრე ჟურნალი ძინძინი. ძინძინი მოიცი. ისე გეტყობათ რომ მარტო მაგ ჟურნალს კითხულობდით. სხვათა შორის ძალიან მიყვარს სელატოსი. ეს მოათ ბიჭო. იცით რა არის? მოდით პირდაპირ საქმეზე გადავალ რა. მე და თქვენ დას ძალიან გვიყვარს ერთმანეთი რა. ხო. და გადავწყვიტეთ რომ ოჯახი შევქმნათ რა და დავიდგა ეს ოჯახის უღელი და ერთად გავწიოთ ოჯახის ჭაპანი. აი ხა ხო ის ამას აქინა გავაბინოთ ყაპანი შენს მოგას ვიცავ აი ხო მოდი გოგო შენაკეთ მოდი გოგო აქ ერთი წამი როგე მოდი დროზეა გოგო ეს გოგო მოდი დროზე მე შენ გითხარი გოგო საქმეს უარჩე ისეთი არჩე რომ ფუფუნებაში გაცხოვროს მეთქი ვიღაცა ფუფუნავა კი არ მეთქვია გოგო ვინ არის ეს ვინ მოაწ მიყვარს გიო და რა ვქნა ვინ გიყვარს რა რაჯიში ძაღლია ვარ ძაღლი თუ გინდა გეთქვა და მე გიყიდი რა გწის გოგო შეხედა პუდელი კაცი რატომ მოგვიყვანე ეს შეხედა აი გიო მიყვარს თქვენ რამეში არ შეგეშალოთ ან ვინმეში არ შეგეშალო ძმაო მე მგონი გასაგებად თქვი ხო მე რომ მე ვარ ბომონდი ბუდავა ბიჭო ეს ბოლოში რატო ქრება თუ იოგები უქრება თუ ანუ რა ემართება რავი პერებოია გაბაჭი გიორგი გაჩუმდი გოგო პერებოი არა რაუბნელი ხარ აფთერბოი უფრო იცი პერებოი არა აფთერბოი რა არის აფთერბოი ანუ კლუბის მერე ესეთი ხმა მაქვს საერთოდ ჩახლეჩილი ხმა მაქვს ხოლმე მერე თუ ისე ჩეულებრად ლაბარაკო რაუბნელი ხარ ბიჭო მე რაუბნელი ვარ ძმაო კი რაუბნელი ხარ ეგ გაინტერესებს ხო რაუბნელი ხარ მეთქი ჩემზე ამბობ ძმაო ო ბიჭო უპასუხე ვედისელე ვარ ვა საღოლ შპონკას იცნობ ვეძის ვედისელს ო ვეძისე შპონკას იცნობ ვედისში გეტყვი ხა ვინებს ვიცნობ შპონკა აკტორკასაც ვიცნობ ძმაო გეგასაც ვიცნობ და აკოსაც ხოჭო ვისი ცნობ ბოლოს ვიტყვი აკო ბიჭო შენ იცნობ აკოს აკო არ ვიცია რავი აი რას მეუნები ხა ვერ გავიგრო თუ ვედისში გაგივლია ძმაო და ხალხს იცნობ აკო როგორ არის გოგო მომისმინე ანუ შენ ადრე რომ ლობიოს ტყემას აყოლებდი მეგონა თუ ყვებითი რაღაცა გემოვნების ამბავი იყო მაგრამ თურმე კაცებშიც რაც უდი გემოვნება მაგრამ ვინ მომითრიე ვაფშე ხო გეუნებოდი რომ გაუშვა ჩვენ მამიდაშვილებთან მეთქი რომ იმათთან გაიზარდოს მოგვიდა ჩემი ბრალია შეჩე მე უშვებდი რა გინდა გოგო ცხოვრების აზრზეც არის და მოსულიც არის და ყველაფერი იცის და მეტი რა გიორგი და გიორგი ხა მომისმენთ რომ ნერვები არ მოუშვეს გვიყვარს ერთმანეთი გაიგე ძალიან გვიყვარს და თქვენ ახლა ისი რას იზავთ საერთოდ აღარ გამოთხოვებთ მე და დამიგებ ჩემს სიყვარულს კაი არი ნერვიულო მოდი გეხვეწები რა რის გამო ნერვიულო ჩემო სიყვარულო ძმებს თუ აყებ ეგრე არ გამოვა რა კაი გაჩერდი და ამშვიდი და თავარი რომ ერთმანეთი გვიყო მაგას უცებ მოუგვარებ და უცებ გავიასნებ რა ერთ სიტყვით რა რო იცოდეთ რა მე და თათიას ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და რა ვიცი რა გვინდა რომ ოჯახი შექმნა და რა ვიცი რა ბედნიერები ვიყოთ რა და რა ვიცი ყველაფერი რა მე თავს გადავდებ თქვენი დის გამო რა და ყველაფერი იქნება ისე როგორც ჩვენ გაგვიხარდება რა ბერა მე მინდა რომ იცოდეთ რა დავაება რა ძველებიდან ძველი ბიჭი ვარ ძმაო დიზაინერთან დიზაინერი ვარ და მგელთან მგელი ვარ ძმაო და სირებთან სირი ხო გიორგი აუ მართლა მიხდი დღეს სირი ვარ ბიჭო ახლა კაი რაღაცდენი მომდე შენ დასეთი პატივი ძმობას გამისებ კაი გაანები თავში კაი შენ კიდე მოდი მიყვარ ხარ იდიოტა საიდან მოვიქრე просто რა კენწლე просто თქვი ხადებას გაგცეთო რა იმინეს ცხოველები ეს მართლა ეს მუტრუკი ხალხი არ მივაკაჩავე ეგრევე ეგრე რა თუ მოკიდა ხელი გავგლიჯავორებ შუაზე გიჟი ხარ ვიცი არა ნორმალურ ეხლა მომისმინე და გიორგი და გიორგი ხო ისმენთ ხო ის აგინდა ბიჭო
რა გინდა მეთქი თქვი ხა თუ ამბობ დროზე. ერთი წუთი პაუზა აქვს. დაკარგე სულ რომანტიზმი? მოკლედ. თუ შენი ძმები ესე იგი წინააღმდეგები არიან, ხო? და არ უნდათ ჩვენი ესეთი ბედნიერება და რაღაცა. მოგკიდებ ხელს. ხელს მოგკიდებ. ჩემ მანქანაში ჩავსხდეთ. და წავიდეთ ბიცოლა ჩემთან. ჭოპორტში. და ჭოპორტში რატომ მიდიხარ? ანუ შენ გაინტერესებს ჭოპორტში რატომ მივდივარ? რა გინდა ჭოპორტში? ვინ მყავს ჭოპორტში გაინტერესებს? რა გინდა მეთქი ხო იქ რატომ იყავ შევი და რატომ მიდიხარ? და სად ბიჭო ჭოპორტზე მეუნები მე ვარ ბომონდი პუპუნავა. ხო და რა გინდა მე ბომონდი პუპუნავა ჭოპორტში გამაგებინე ბიჭო. მოსახდენი უნდა კაი, მიხოხებდე ის მაინც თუ იცი მოსახდენი როგორ უნდა მოხდეს. აკეთ არ მოხდეს პირიქით. შენ რაღაცები გეჩლება, ხო? გიორგი, ხო შენი სახელი და შენიც გიორგი, ხო? გიორგი. ორი გიორგი ხარ, ხო? ანუ რაშა და გიორგი ვერა, ორივე გიორგი ხარ, ხო? ხო, არა, მითხარ, იცი საერთოდ როგორ უნდა მოხდეს მოსახდენი? შენ მე რომ მიყურებ. ჩემო გიორგი. შენი და ჩემი მეშვიდე ცოლია რო იცოდე. ო, და 28 შვილი მყავს, ძმაო. 28 შვილი. აიგე. აი, სწორად აგირჩევია რა. რა თქვი? ანუ ერთი წუთით რა თქვი 7 ცოლი ყავს და 28 შვილი? არა, მეშვიდე შენ ხარ. საღოლი. ანუ მე 7 ვარ, მე და 28 შვილი ყავს? არა, ხავი აგიხსნი რა. ანუ მე არ ვიცოდი. ერთი წუთი. მე არ ვიცოდი. აი, დამშვიდე ერთი წუთი. ანუ მე რატო არ ვიცოდი, რომ 28 შვილი ყავდა და მე 7 მე ვიყავი. ერთი წუთი რა, ხელი. ნუ ნერვიულობ, ჩემთან გაფიძებ. კაი, რა ჭუსტო. ხელი. გაეთი აქედან. გიორგი მომატყუო. ვეღარ გიტანთ. ერთი წუთი დავაბოლოვებია, ჯერ ეს ერთი მეშვიდე ცოლი იქნება ეს. იცი რატო? რატო? რატო და ის რომ ამეღო რა, მრავალცოლიანის დახმარება რო ამეღო და რაღაცა რომ ანუ ვიზას არ მაძლებდნენ უბრალოდ რა რომ ჩაერტყა ცოლებს ხო არ დავტოვებ ძმაო და რაღაცა და 28 შვილი კიდე მას ვიღებდი რა შემწეობას რა. გაეთრიე ცხოველო. აი ეხა რა გჭირს ვერ გავიგე. გიორგი გაეთრიე. ვეზიზღები, გასმეუნები, ბიჭო ეხა აქტოვე. დავაი ბიჭო ეხა დროზე აქედა. ანუ ეხა შენ რასაუნ მე წავიდე? კიდე წადი. გადი. იცოდე, აქედან თუ წავედი, ჩემი ფეხი აქ აღარ იქნება. გაეთრიე. არა შუ. ბოლო ჯერ გეუნები, მიშვე? გადი. გაეთრიე, ფუფუ. ესე იგი მიშობ, ხო? შენ გოგო ვინახარ იმე? ცოტა ვიღაცა ვინები მოყავს გოგო, ვაფშე ცოტა მართლა. არაფერში გემოვნება როგორ არა გო. აუ ძალიან დიდი ბოდიში, 2 ლარი ხო არ გექნება და ავტობუსით მინდა წასვლა. აუ, წადი რა, ფუფუ. იმენა სარპოულობ ამ მათხოვებს გოგო, რა იყო შენ იმენა, ვინები არა. გეცა შენ ზღორო. აუ, მიმეცა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.